ცხოვრება იგადია. ამას იადგები რაპორტები. პენსიებს თვითონ ყოველწლიურად ემატება პენსიას. ცოტა მეტი დაემატებია ისიც გაიქნება. ჯერათ იმის რომ გაიაფთება ცხოვრება, იგივე პროდუქტები რაც დღეს ლაპარაკობს მოსახლეობა და კომპანიებზე. არ ვიცი. მე თავრობის აღარ მჯერა. რატომ აღარ ჯერა? ის არის და დაჭერები და რამდენი მაღალჩინოსებს, ყოფილ მაღალჩინოსებს რო იჭერენ, ხო? ისინი რას აკეთებენ ჩვენ მაღაზიებში გებულობ, მაგრამ ისე ბევრი ის კი არისო რა ქვია, გაფანჯამბერია, არის მილიონები ისე ამბობენ ვითომ და არაფერი. ჩვენ გლეხ ყველა გლეხს აწოდა. მე რო დააკავეს რა მოხდა, მაინც თავისუფლებელი არიან, მაინც დადიან შეულოდნელად. ივანიშვილი ტრამპ პირველი ისა. ივანიშვილის უნდათ ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ. კონტრ ის არის თავარ გაწყობების მიღები ხო? თუ არჩევნები იქან ნორმალური და თუ არ გააყავდნენ, მე მგონი ყველას თავისი ადგილი მიეცნია. ყველა ჩემისთან ადამიანი მისცემს იმ ხალხს, იმ ოპოზიციას, იმას რა ქვია, ხმას და თავისთავად უნდა გადადგეს რომელიც ახლანდელი თავრობა. მაგრამ გაქვთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოლოდინი, რომ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. იმედი არა ნუ ის არჩევნები ისევ ესენი გაიმართა. ესენი დაჭერილი იმაზე იჭერენ და ქვია ტროტუარზე იჭერს. ხა ეს როგორია მე გავგებდი და და ასეთი არჩევნები და ასეთი ტროტუარზე დადგა და იქ დაიჭირე, პირბადე გაიკეთე, იმაში დაიჭირე და რა გამოვა. მთელი ოპოზიციის მთელი ლიდერები ციხეში ჩასვლა. ჩვენ უნდა ვიყო ევროპასთან, იქეთ გეზი გქონდა, მაგრამ ეს რუსეთიდან არის დავიხდნენ და ისევ იქეთკენ გიძგირად მინდა.